ექიმებში დღეს კიბო დაავადება, რომელსაც არასდროს ელოდებით. დღევანდელ გადაცემას ერთი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიით ვიწყებთ. 3 წლის ტყუპი ძმები, რომელთაგან ერთ-ერთს თავის ტვინის კიბო დაუდგინდა. თითქოს აი რაღაც მოიწამლა და არაფერი. კიბო, რომელიც ყოველ მე-6 მამაკაცს უვითარდება. მოუკვდი კაცი წამიღეს. აი ხედავთ რა დაჩაგურულები ვართ მამაკაცები. გაიგეთ საჩააბაროთ პროსტატის კიბოს ანალიზი უფასოდ. მამაკაცებს შეუძლიათ სრულად უფასოდ ჩაიტარონ ეს ტესტირება. შესაძლებელია თუ არა კიბოსგან თავის დაცვა. გაიგეთ დღეს ექიმებში. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს კვირას საღამოს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. დღევანდელ გადაცემას ერთი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიით ვიწყებთ. ამ პაციენტის ისტორია სამედიცინო შემთხვევების საკმაოდ ძიმე კატეგორიას მიეკუთვნება. ცუდი კი ის არის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ასეთი ფაქტის წინაშე შეიძლება ნებისმიერი ჩვენქანი დადგეს. ჩვენ ძალიან ხშირად გაძლევთ ხოლმე რჩევებს თუ როგორ უნდა იცხოვროთ, იკვებოთ ისე რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, თუმცა არსებობს ისეთი დაავადებები, რომელთა განვითარების მიზეზების შესახებ მეცნიერება არაფერი იციან. ეს სამწუხარო რეალობაა, ვერავინ დედამიწაზე ვერ ამოხსნის. რატომ შეიძლება გაუჩნდეს სიმსივნე 3 წლის ბავშვს. ასეთი მწარე რეალობის წინაშე დაადგნენ 3 წლის ნიკოლოზ სინდელიანის მშობლები, როდესაც კვლევის საფუძველზე ექიმებმა ძალიან ძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ნიკოლოზს თავის ტვინის აუთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. 2013 წლის ოქტომბერში დედამ ბავშვს უჩვეულო სისუსტე შენიშნა. სისუსტეს გულისრევები დაერთო. ვირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში ნიკოლოზს რამდენიმე გადასხმა ჩაუტარდა. ნიკოლოზ დედი, საჭმელი ჭამოთ მოდი რა. ცოტა. სულ ცოტა. სისხლის ანალიზში საგანგაშო არაფერი ჩანდა, თუმცა ბავშვი ისევ სუსტად იყო. სიმპტომები არ შეწყდა. მშობლებმა ეს მდგომარეობა საეჭვოდ მიიჩნიეს და ბავშვის შემდგომ გამოკვლევებზე მიიყვანეს. რამდენიმე ექიმი გამოიცვალეს და რამდენიმე სხვადასხვა კვლევა ჩატარდა. საბოლოო დიაგნოზი თავის ტვინის ტომოგრაფიის შედეგად დაისვა. 3 წლის ნიკოლოზს თავის ტვინის 5 სანტიმეტრიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაცია გარდაუვალი და სასწრაფოდ ჩასატარებელი იყო, რომ სიმსივნეს თავის ტვინის სხვა ქსოვილებიც არ დაეზიანებინა. დამეთანხმებით საკმაოდ ძიმე დიაგნოზია 3 წლის ბავშვისთვის, თუმცა სასიხარულო ის არის, რომ მშობლების და ექიმების წყალობით სიმსივნე დროულად დადგინდა. წარმომიდგენია, რომ ხელა ემოციური შოკი იყო ეს მშობლებისთვის. ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ამ დროს იმედი არ დაკარგო, ძალღონე მოიკრიბო და ბავშვი გადაარჩინა. მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზს სწორედ ასეთი მშობლები აღმოაჩნდა, მათ ძალიან მძიმე დღეები გამოიარეს და მოდი ახლა პირადად მათ ვკითხოთ, თუ რა გზა გამოიარეს დიაგნოზის დასმიდან დღევანდელ დღემდე. მაშასე ჩვენთან სტუმრად არის არაჩვეულებრივი ოჯახი თამუნა მახარაძე და რომან ცინდელიანი 3 უსაყვარლეს და უმაგრეს ბავშვთან ერთად. ხოთ სტუდიაში. მოგზაურობთ. გამარჯობათ ვაჟკაცებო, გაუმარჯოს. ეს არის ჩვენი მთავარი გმირი, ნიკოლოზი, ხო? ეს არის მისი ტყუპის ცალი, ანდრია. გაუმარჯოს და ეს არის მათი 6 წლის ძმა, გიორგი. გაუმარჯოს. მამა, მოგესალმებით. ჩვენ ექიმები ვართ. წამოდით ახლა ჩვენთან. ბავშვებო, თქვენ შეესიეთ სათამაშოებს. ჩვენ ცოტა ხანი დედიკოს წავიყვანთ და მამიკოს დაგიტოვებთ. ხო შეიძლება? კარგი. მაშინ თქვენ წამოყვებით. ვისაუბროთ თქვენ საგმირო საქმეებზე. მოგესალმებით, თამუნა, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან მოგზავნდით. წყალი მიირთვით, გთხოვთ და მინდა გითხრათ, რომ თქვენი სადაც გმირი მშობლები ხართ, იმიტომ რომ 3 შვილი ყავთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ძალიან რთული გზა გამოიარეთ და გთხოვთ რამდენიმე სიტყვით მოუყვეთ ჩვენ ტელემაყურებელს, რა პრობლემები გამოიარეთ, რა სიმპტომები ჰქონდა ნიკოლოზს და ასე შემდეგ. ყველაფერი დაიწყო სისუსტით უბრალოდ. ანუ ერთჯერადი რაღაც გამოვლინებები ჰქონდა, ეხა აქ ამ გადასახედიდან რო ვუყურებთ, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელი იყო თავიდანვე მიგექცია ყურადღება, თქვა გულისრევა და ძალის დაკარგვა. მაგრამ აი თითქოს აი რაღაც მოიწამლა და არაფერი. ძირითადი დაიწყო 2013 წლის სექტემბერში. საერთო სისუსტე ერთი კვირის განმავლობაში ცოტა სუსტად იყო. ერთი კვირის შემდეგ, უბრალოდ 5 დღის შემდეგ დაიწყო დღეში ერთხელ ღებინება. თავიდან დააბრალეს, რა თქმა უნდა, ვირუსს. ღებინება ვერ შეაჩერეს კარგახანი. ყველაფერი გამოირიცხა თავის ტომოგრაფიით. აღმოჩნდა, აი ესე მითხრეს თავიდან 5 სანტიმეტრიანი წანაზარდი ტვინის მეოთხე პარკუთში. ძალიან ყურადღებიანი აღმოჩნდით და ასე სწრაფად გაშიფრეთ სიმპტომები და იღბლიანით ბრძანდებით, რომ ეს სიმპტომები საერთოდ გამოვლინდა, თან მით უმეტეს ესე ადრეულ ეტაპზე
თავის ტვინის სიმსივნე შესაძლოა საერთო სიმპტომად ვითარდებოდეს და ან ჰქონდეს ისეთი სიმპტომები, რომელიც ნებისმიერ სხვა დაავადებას ძალიან წააგავს და ამიტომ ძნელია მიხვდე რომ შესაძლო სიმსივნესთან ჰქონდეს საქმე ამ შემთხვევაში. თუმცა არსებობს ყველაზე ხშირი სიმპტომები, რომელიც ახასიათებს თავის ტვინის სიმსივნეს და მისი გამოვლინება შესაძლოა იყოს. მოდით მაყურებელს ჩამოუთვალოთ ეს სიმპტომები. პირველი ეს არის თავის უჩვეულო ტკივილი, ესე ვთქვათ. მეორე ეს არის სისუსტე, აი როგორც ქალბატონმა თამარმა თქვა, რომ ბავშვი არის მივარდნილი, ეზარება სიარული. მესამე ეს არის გულყრა, ანუ გონების დაკარგვა, ამას ხშირად ემატება გონებრივი მდგომარეობის გაუარესება, ანუ კონცენტრაციის დაკარგვა, ყურადღების გაფანტვა, მეხსიერების გაუარესება და კიდევ ხშირად არის გულისრევა და პირღებინება. ასევე მხედველობისა და მეტყველების უნარის გაუარესება. ეხლა რომ ვაკვირდებით ეხლა მივხვდით რომ ალბათ თავით კიოდა მაშინ და ჩვენ ვერ მივხვდით. რაღაც უფრო ნერვული შეტევისნაირი გვეგონა ჩვენ. ანუ რაღაც უცებ იკივლებდა და ძალიან მალე იძინებდა. ეს ზუსტად ბავშვის ასაკი არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომელიც დიაგნოსტიკაში ძალიან გვიშლის ხოლმე ხელს. მოდი მაყურებელს ძალიან მოკლედ აუხსნათ თუ რა არის თავის ტვინის სიმსივნე. ეს არის თავის ტვინში უჯრედების უკონტროლო ზრდა. სიმსივნე შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. ავთვისებიანს მოგეხსენებათ კიბოს უწოდებენ ხოლმე. ავთვისებიანი სიმსივნე, ანუ კიბო მის გარშემო არსებულ ჯამრთელ უჯრედებს აზიანებს. კეთილთვისებიანი შემთხვევაში ეს არ ხდება, თუმცა კეთილთვისებიანი სიმსივნეც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ მისი მოცულობიდან გამომდინარე შეიძლება ჩვენ თავის ტვინს ძალიან სერიოზული პრობლემები შევუქმნას. მოდით დავბრუნდეთ ისევ ნიკოლოზის ისტორიას. გავიგეთ რომ ნიკოლოზს დაუდგინეს სიმსივნე და იყო სასწრაფოდ საოპერაციო. სად ჩატარდა ეს ოპერაცია, როგორ ჩატარდა, რა ნაბიჯები გადაიდგა? დიახ, როგორც კი გავიგეთ დიაგნოზი, მოხდეს მაქსიმუმ 2 კვირა, იმისთვის რომ ოპერაცია გაკეთებულიყო, რადგან უკვე იმდენად დიდი იყო სიმსივნე, რომ ტვინის სითხის მოძრაობასაც უშლიდა უკვე ხელს. წავიდა ანთებითი პროცესიც და ანუ ძალიან მოკლე ვადა გქონდა რომ გაგვეკეთებინა ოპერაცია. საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია, როგორც ჩვენ ვიცით, დაახლოებით 40-50,000 დოლარამდე ჯდება ეს ოპერაცია და როგორ მოახერხეთ ეს სწრაფად თანხების მობილიზება, რომ ბავშვს დრო არ დავკარგეთ და ბავშვს დროზე გავუკეთეთ ოპერაცია. იმდენად მოკლე დრო გქონდა, ჩვენ თვითონაც არ გვეჭერა რომ ამას გავაკეთებდით. უბრალოდ ეს არის აი ყველა ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანის ახლობელი იქნება, ნათესავი იქნება, მეგობარი, აი ყველას გვერდით დგომით შეიძლება შეგეხება. კაში დაუკრათ ამ ადამიანს. გესმით თქვენი ემოციები ახლა ყველაფერი კარგად არის. ერთი ღრმად ჩაის უნდეთ და დალიეთ ბახმაროს წყალი. გესმის რომ ამაზე საუბარი თქვენთვის ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ნიკოლოზმა გაიარა, ასე ვთქვათ, 11 თვიანი ქიმიოთერაპიისა და შემდგომში კიდე სხიური თერაპიის პერიოდი. რა ხდებოდა ამ დროს ბავშვი თავს როგორ გრძნობდა, როგორ გაიარეთ ეს პერიოდი? მე თავიდან მეგონა რომ ოპერაცია იყო რა ეს რაღაც საშინელება მეგონა, მაგრამ მადლობა ღმერთს ეს პერიოდი ყველაზე ადვილად მახსოვს მართალი გითხრათ. იმდენად ადვილად გადავიტანეთ ეს ყველაფერი 5 დღეში უკვე გამოგწერეს ავადმყოფოდან. მეორე დღესვე ბავშვი დარბოდა. პირიქით ვეხვეწებოდით ცოტა ხანი მაინც გაჩერდიო. აი ეს ქიმიოთერაპია იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩვენ ცხოვრებაში. ანუ ის რაც დაჭირდა ოპერაციის შემდგომ. რაც დაჭირდა, კი, ანუ ჩვენი დიაგნოზი იყო მეორე სტადიის სიმსივნე, რომელიც საჭიროებდა შემდგომ მედიკამენტოზურ მკურნალობას. ძალიან ხშირად გვესმის ეს სიტყვა ქიმიოთერაპია. საზოგადოებაში რაღაც ერთგვარი შიში არსებობს ამ სიტყვის გაგონებაც კი არ უნდა თქო, მაგრამ ბევრმა არც კი იცის რას ნიშნავს მკურნალობის ეს მეთოდი. მე შევეცდები მაყურებლისთვის ახსნა გრაფიკაზე თუ რა არის ქიმიოთერაპია. ადამიანის სხეული მილიონობით უჯრედისგან შედგება, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფორმით, ზომით და ფუნქციით. ჯანსაღ ქსოვილში ახალი უჯრედები წარმოიქმნება უჯრედების გაყოფის გზით, როდესაც უჯრედი დაბერდება, ის კვდება და მის ადგილს ჩაანაცვლებს ახალი უჯრედი. ჯამრთელი პროცესის დროს ეს ბალანსი დაცული არის და ძველ უჯრედებს ჩაანაცვლებს, ასე ვთქვათ, ახალი ჯამრთელი უჯრედები. როდესაც სიმსივნური უჯრედები ჩნდება ორგანიზმში, ეს ბალანსი ირღვევა, უჯრედები უკონტროლოდ მრავლდება და იკავებს ჯანსაღი ქსოვილის ადგილს. ქიმიოთერაპია მკურნალობის მეთოდია, რომელიც იყენებს ძლიერ მოქმედ პრეპარატებს, რომლებიც ცდილობენ რომ შეაჩერონ ამ სიმსივნური უჯრედების გამრავლება. ქიმიოთერაპიის მკურნალობა შესაძლებელია აბების მიღებით, ინექციით, ანუ ვენაში შეყვანით და ვენაში გადასხმით. როდესაც წამალი ორგანიზმში მოხდება, ის ანადგურებს კიბოს უჯრედებს, სიმსივნურ უჯრედებს და აღარ აძლევს მას გამრავლების საშუალებას. სამწუხაროდ ქიმიოთერაპია ასევე ჯამრთელ უჯრედებსაც აზიანებს, განსაკუთრებით იმ უჯრედებს, რომლებიც არის თმაში, სისხლში, ძვლის ტვინში და რეპროდუქციულ სისტემაში.
სწორედ აი ამ ჯანმრთელი უჯრედების დაზიანება იწვევს გვერდით მოვლენებს, როგორც არის თმისცვენა, პირღებინება, საერთო სისუსტე, იმუნური სისტემის დაქვეითება და ანემია. პოსტოპერაციული პერიოდი საკმაოდ ძვირადღირებულია, მით უმეტეს ბავშვთა ასაკში ქიმიოთერაპიის წარმოება ეს არც თუ ისე იაფი პროცედურებია. პოსტოპერაციულ პერიოდში თუ დაგეხმარათ ვინმე? პოსტოპერაციულ პერიოდში ჩვენ გვქონდა საყოველთაო დაზღვევა, ეგრეთ წოდებული, 3-დან 6 წლამდე და ჩვენ გვქონდა მეუღლისგან კორპორატიული დაზღვევა. კი, ანუ ქიმიოთერაპია. თერაპია არ ჩაითვალა საჭიროდ, ხო, მხოლოდ ქიმიოთერაპია. სხიური თერაპიაც ისევ ჩავიტარეთ იქ, სადაც ოპერაცია გავიკეთეთ. ნაწილი თანხა ბერი ანდრიას ფონდის დახმარებით და დედათინათინის შუამდგომლობით დაგუფინანსა მერიამ და სულზე მომისწრო სოლიდარობის ფონდმა. და ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას. თქვენ ახსენეთ ფონდის სოლიდარობა მარიამის ხელმძღვანელობით, რომელიც სწორედ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის არის მიზანმიმართულად მოხმარებადი და ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ისინი ძალიან ბევრს ეხმარებიან და საკმაოდ ძვირად ღირებულ ოპერაციებსაც აფინანსებენ. დაახლოებით 58 ბავშვის მკურნალობა პრაქტიკულად სრულფასოვნად დააფინანსა ამ ფონდმა ბოლო უახლოესი პერიოდის განმავლობაში. პირველ ეტაპზე ფონდი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს და ახალგაზრდებს ეხმარება. ჩვენ თავდაპირველად 18 წლიდან დავიწყეთ, მაგრამ ძალიან გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება და გაფართოება მოხდა პროგრამის 21 წლის ასაკის ჩათვლით. თავით სოლიდარობის ფონდი ეფუძნება ეგრეთ წოდებული მიკროფილანთროპიის, ანუ მცირე ქველმოქმედების მექანიზმს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არის აპრობირებული. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, კერძო სექტორს მოახდინონ მცირე თუნდაც სიმბოლური დონაციების განხორციელება. თუ კი ბრძანდებით დასაქმებული, თქვენს ფინანსურ დეპარტამენტს შეგიძლიათ მიმართოთ სტანდარტული ფორმა არსებობს თანხმობის. მიუთითოთ ყოველთვიურად თქვენთვის სასურველი თანხა, რომლის გადარიცხვაც ავტომატურ რეჟიმში გნებავთ ხელფასიდან და ეს უკვე ყოველთვიურად უკვე თქვენი თანხმობით განხორციელდება. რაც მთავარია, თუ კი კერძო სექტორის წარმომადგენელი ბრძანდებით, თუ კი აწარმოებთ კონკრეტულ პროდუქტს ან სერვისს, შეგიძლიათ მცირე დონაციის ინტეგრაცია. ეს გახლავთ სწორედ ის ინოვაციური დაფინანსების მექანიზმი, რომელიც უკვე მსოფლიოში იმეფება და ძალიან გვიხარია და რეალურად პირველი წარმატებული ნაბიჯები ამ კუთხით საქართველოშიც გადაიდგა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ მარიამს და სოლიდარობის ფონდს ასეთი მხარდაჭერისთვის. ძალიან კარგია, რომ ასეთი ფონდები არსებობს. თუმცა თუ ყველამ არ მოვინდომეთ და თითოეულმა ადამიანმა არ გაიღო თუნდაც მცირეოდენი თანხები იმისათვის, რომ ეს ფონდები დაფინანსდეს, ამ ფონდს არანაირი საშუალება არ ექნება. მაყურებელს მინდა მიმართო და ვთხოვოთ, რომ თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ წლიურად შეიტანოთ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობაში, მცირეწლოვანი პაციენტების მკურნალობაში წვრილი, შეგიძლიათ ყოველთვიურად თუნდაც სიმბოლური თანხა გადარიცხვოთ თქვენი ხელფასებიდან და ის აუცილებლად მეწუნეთ მოხმარდება მათ, ვისაც ეს ნამდვილად ჭირდებათ. ეს განსაკუთრებით ეხება დიდ კომპანიებს, უკვე არსებობენ კომპანიები, რომლებსაც ყველა თანამშრომელი ყოველთვიურად ხელფასიდან რაღაც გარკვეულ თანხას რიცხავს აი ამ ფონდში და მე მოუწოდებ სხვა კომპანიებს, რომლებიც ჯერ ამას არ აკეთებენ, მიბაძონ ასეთ კომპანიებს და გააკეთონ ბავშვებისთვის ეს, იმიტომ რომ ბავშვებს ჭირდებათ ჩვენი დახმარება. თამნა ნიკოლოზი, როგორც ხედავთ, ჩვენივარად გამოიყურება, კარგათაც ერთობა და როგორ არის ამჟამად მისი მკურნალობის საქმე? თუ უტარდება რაიმე მკურნალობა, ან თუ აპირებთ გეგმიურად რაიმე მკურნალობის ჩატარებას? არა, მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე არანაირი განსაკუთრებული მკურნალობის კურსი აღარ გვაქვს დანიშნული. უბრალოდ 3 თვის განმავლობაში სხიური თერაპიის შემდეგ იმუნიტეტი ისევ დაბალია. სხიური თერაპიის მოქმედება გრძელდება სადღაც 3-4 თვის განმავლობაში აქტიურად, ასე ვთქვათ. გვჭირდება უბრალოდ ანტიბიოტიკები სისტემატიურად, რომ ინფექციურ დაავადებებს გავუმკლავდეთ და ძალიან გვეშინია ვირუსების. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, ასეთი თამამი საუბრისთვის. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მეუღლეს და ბავშვებს, რა თქმა უნდა, რომ ასეთი ძლიერები აღმოჩნდით და თქვენ ხართ მაგალითი იმისა, როგორ უნდა იბრძოლო ბოლომდე, იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. მე მინდა რომ ნიკოლოსაც დავემშვიდობო. ნიკოლოს, დაარტყი ერთი ხელი, მომეცი ხელი და მე დინოზავრს ისევ დაგიბრუნებთ უკან. აი ესე, შეხა ნამდვილი გმირი და გაიზდები ძალიან დიდი და ჯანმრთელი ბიჭი, ისევე როგორც შენი ძამიყოები. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და წარმატებებს და ჯანმრთელ ცხოვრებას გისურვებთ. მაყურებელსაც მინდა მიმართო, რომ თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელები, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.
თუ აწუხებს ბავშვი სიმპტომები, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, მიმართეთ ექიმს დროულად და არ დაგავიწყდეთ მაყურებლებო ყოველთვიურად დონაციის გაკეთება, თუნდაც მცირედი რაოდენობით იმ ბავშვთათვის, ვისაც ასეთი მძიმე დაავადებები ჰქონდათ ან აქვთ. აგველოდეთ რეკლამის შემდეგ შევხვდებით მეტად საინტერესო თემებით. რეკლამის შემდეგ თქვენ გაიგებთ. ხარ თუ არა პროსტატის კიბოს რისკ ჯგუფში და სად უნდა ჩააბაროთ ანალიზი უფასოდ. მამაკაცებს შეუძლიათ სრულად უფასოდ ჩაიტარონ ეს ტესტირება. ექიმები კვლავ ეთერშია, ის რაზედაც ახლა ვისაუბრებთ, აბსოლუტურად ყველა მამაკაცმა უნდა მოისმინოს. დაუძახეთ თქვენ ძმებს, მამებს, ბაბუებს, მეუღლებს და მოემზადეთ ექიმების საყურებლად. ეს არის ის, რისიც კაცებს ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეს. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ეს დაავადება ემართება ყოველ მე-6 მამაკაცს. ეს არის მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადება. მოკლედ დღეს ექიმები ვისაუბრებთ პროსტატის კიბოზე. ნინო რა არხეინაძის დაენაღულება რა. რა პრობლემაა პროსტატა ამას არ აქვს და არც პროსტატიტი აწუხებს და არც პროსტატის სიმსივნე. და არც მაგის არ შეეშინდება კიდე მომავალში. არაფერიც მე არა ვარ ბოროტი და თანაგიგრძნობთ და თანამგრძნობთ. დიდი მადლობა, ჯეჯორი თავშირდება თანაგრძნობა. ისე სხვათა შორის თქვენ დასამშვიდებლად მინდა ვთქვა, რომ სტატისტიკურად კვლევების მიხედვით მამაკაც უფრო დიდი საფრთხე ემუქრება ცხოვრების მანძილზე განუვითარდეს პროსტატის კიბო, ვიდრე ქალს მკერდის კიბო. ვაიმე მომეშვა. მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ პროსტატის კიბო, ხო? ესე გამოდის. აი ხედავთ რა დაჩაგურულები ვართ მამაკაცები, მოდით იმიტომ რომ ძალიან არ დავშაგროს ნინომ ჩვენ ახლა ერთი მამაკაცი დავიმატოთ, მაშასე ექიმებთან სტუმრად არის ჟურნალისტი და წერეთამყვანი ნუგზარ რუხაძე. გამარჯობა ბატონო ნუგზარ. მობრძანდით. დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. მიირთვით ბახმაროს წყალი. ბახმაროში ვარ გაზრდილი, გამომადგება კაია. ზუსტად მოვარტყით ესე იგი რომელი წყალი უნდა შემოგოთავაზებინა. გითხარით თუ შეიძლება რა იცით პროსტატის კიბოს შესახებ? თბილისში ჩემს ერთ მეგობარს გაუკეთეს, კი არა, ორს გაუკეთეს ოპერაცია და ახლა მშვენივრად არიან. ამ დროს დადგენილი იყო მამალი კიბო, ნამდვილი. მშვენივრად არიან დღესაც და ამის მერე ამბობენ, რომ როგორც წესი პროსტატის ოპერაციის შემდეგ თითქოს ასე ვთქვათ, მამაკაცი პოტენციალს კარგავს, იმიტომ რომ იქ ნერვების ისეთი ნერვული დაბოლოებები იჭრება და იკვეთება, რომ აღარ არის ამის საშუალება, მაგრამ ახლა ეს მეტარბახება კარგათა ვარო, რა ვიცი მაგაცი რა. ეს მითი არის, რომელიც გავრცელებულია საზოგადოებაში, რომ პროსტატის პრობლემებისა და ოპერაციის შემდგომ მამაკაცის პოტენცია ქვეითდება, ეს ნამდვილად მითია, ასე რომ ნუ შეგეპარებათ ეჭვი თქვენი მეგობრების ღირსებებში. ბატონო გზა, ზოგადად თუ გაგიგიათ დაავადება როდის ვითარდება, რა სიმპტომები შეიძლება ქონდეს ან თქვენი მეგობრების მაგალითზე როგორ არ გამიგია მე ამ საერთოდ წინამდებარე ჯირკვლის მიმართ ვარ ძალიან ყურადღებიანი ახალგაზრდობიდან. თუმცა ეს აღინიშნება, ასე ვთქვათ, ეს დაავადება 40 წლის შემდეგ განსაკუთრებით აი ამ ასაკში, რომელშიც მე ვარ ახლა. მე ვარ 73 წელიწადში და ზუსტად იმ სამიზნე ჯგუფში ვარ, რომელსაც ეს შეიძლება ეხებოდეს ეს დაავადება. მაგრამ მე მგზა რომ თქვენ შეიძლება იყოთ მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ როგორ უნდა მოუაროთ თავს, როგორ უნდა იცხოვროთ ცხოვრების ჯანმრთელი წესით, რომ აი ესეთ ასაკში გამოიყურებოდეთ ესე მხნედ და ეწეოდეთ ესეთ აქტიურ ცხოვრებას. მე რაც ვიცი ყველაფერს იმსახურებ. აყურებლისთვის უფრო გასაგები რო იყოს რა პრობლემატიკაზე ვსაუბრობთ. მოდი დავხსნათ საერთოდ რა არის პროსტატის ჯირკვალი, რა არის წინამდებარე ჯირკვალი. ამისთვის გრაფიკას მოვიშველიებთ თუ შეიძლება. პროსტატა, ანუ წინამდებარე ჯირკვალი არის მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნაწილი, როგორც ეკრანზე ხედავთ. ეს არის პატარა მომრგვალო ფორმის მქონე ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს სწორი ნაწლავის წინ და შარდის ბუშტის ქვემოთ. პროსტატის ჯირკვლის უმთავრესი ფუნქცია არის სპერმის გამოყოფის დროს გამოიმუშაოს დამხმარე სითხე, რომელიც დაიცავს სპერმატოზოიდებს. ზოგადად ეაკულაციის დროს სპერმა სათესლე ჯირკვლიდან გამოედინება და ის მოძრაობს თესლგამტარი მილების გავლით. თესლგამტარი მილები, როგორც ხედავთ, შარდის ბუშტს შემოუვლის და პროსტატის ჯირკვლის სტრუქტურაში გაივლის. თავისი მოგზაურობის დროს სპერმა შეერევა სათესლე იგივე სემინალურ სითხეს, რომელიც ეაკულატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს სითხე, რომელიც სპერმას უნდა შეერევოს, სამი სხვადასხვა ჯირკვლისგან გამოიყოფა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროსტატის ჯირკვალი, დანარჩენი, რომელსაც ეკრანზე ხედავთ.
შემდგომი ეტაპი ეს არის შერეული მასის, სპერმისა და სათესლე სითხის კონგლომერატი, პენისის გავლით გამოიყოფა სხეულის გარეთ და თავის ფუნქციას ასრულებს. როცა პროსტატის სიმსივნესთან გვაქვს საქმე, აი რა ხდება ამ დროს, ჩნდება მცირე ზომის კვანძები, ხდება ამ კვანძების ზომაში მომატება, თვითონ პროსტატის მასაც იზრდება და ანუ ზომაშიც იმატებს. 3 სანტიმეტრია ზომაში დაახლოებით თვითონ პროსტატის ჯირკვალი, ეს არის დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, მეტ-ნაკლებად აი ესეთი ზომის ნორმალურ მდგომარეობაში წონით გახლავთ 27 გრამი პროსტატის ჯირკვალი, ეს ნორმაში რა თქმა უნდა. მამაკაცის ასაკის მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჯირკვალი ზომაში თანდათან იმატებს და უკვე ყველა ასაკში მყოფ მამაკაცს 50 წელს გადაცემულ მამაკაცს პროსტატის ჯირკვალი გადიდებული აქვს. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად გამიგონია საზოგადოებაში, მამაკაცები ხშირად ამბობენ ტერმინს, რომ მე მაქვს პროსტატა. პროსტატა ნამდვილად ყველას აქვს, ეს არის. ხო, ეს არის ჯირკვალი, რომელიც ყველა მამაკაცს აქვს და ეს არის ფიზიოლოგიური ნორმალური მდგომარეობა. რასაც ქვია პროსტატიტი, ეს არის პროსტატის ჯირკვლის ანთება, რომელიც შესაძლოა იყოს გამოწვეული სხვადასხვა ინფექციური აგენტები და შესაძლოა პროსტატის ზომებში მომატება გამოიწვიოს, ხოლო პროსტატის სიმსივნე აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული დაავადება, როგორც პროსტატიტისაგან, ასევე პროსტატის ადენომისაგან, ანუ კეთილთვისებიანი სიმსივნისაგან და ასე შემდეგ. მე შინაურულად როცა მიხსნენ, ესე მეუბნება და როცა მიხსნიდა ექიმი, ეს რა ლობიოს ფორმის ჯირკვალი, ეს არის მამაკაცის მეორე გულიო, ესე მეუბნებოდნენ. ასე რომ ფრთხილად იყავი მასთან ყოველთვის და სიმართლე და კიდე ერთმა ძალიან ცნობილმა რუსმა ექიმმა მითხრა ეს წინამდებარე ჯირკვალი უნდა კონდეს მუდმივ მოძრაობაში, თვით მასაჟი. ანუ შენ მასაჟს კი არ უნდა ეძიებდეო ექიმისგან, რომელსაც თითით აკეთებენ. არამედ თვით მასაჟის კეთება შეიძლება. რომ გავხსნათ და გავმარტოთ ეს თემა, პროსტატას წინამდებარე ჯირკვალს აქვს გარსი, საკმაოდ მკვრივი და პროსტატის ჯირკვლის სისხლმომარაგება არის საკმაოდ შემცირებული, მით უმეტეს ასაკთან ერთად. შესაბამისად, ნებისმიერი აქტივობა, თუნდაც ფიზიკური ვარჯიში, თუნდაც სარბენ-ბილიგზე ვარჯიში, თუნდაც სიარული, ნებისმიერი ასეთი ქმედება და რა თქმა უნდა სექსი, სანამ ეს ყველაფერი ადამიანს ასაკობრივად და ფუნქციონალურად შეუძლია, ზუსტად ეს არის პროსტატის ჯირკვლის ძირითადი ვარჯიში, ასე ვთქვათ. ცნობილი რუსი ექიმი რას გულისხმობდა თვით? ნუ შეიძლება იმას რამე სპეციფიური ვარჯიშებიც ქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფოტოშოპს ამბობენ, რომ ცხენზე ჯირითი და ველოსიპედით სიარულიც უწყობს ერთ-ერთი ჩვეულებრივად მექანიკური ზეწოლა. კაცია და გუნება ხა მე მაგალითად სექსი მირჩევნია ცხენზე. გავიგეთ, რომ ბატონი ნუგზარი ძალიან კარგად აკონტროლებს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ ძალიან საინტერესოა ჩვენთან ქვეყანაში სხვა მამაკაცები თუ უდგებიან იგივე პასუხისგებლობით ასეთივე საკითხს და ჯანმრთელობას. ჩვენმა ჟურნალისტმა ნინიმ ჩაატარა გამოკითხვა და მოდით მოусმინოთ ნინის თუ როგორი პასუხები იყო გამოკითხვის შედეგად. ნინი გისმენთ? ხო და ჩემს მიერ გამოკითხული მამაკაცების უმრავლესობა არის ძალიან შეშინებული. ეშინიათ რომ მივიდნენ და გაიკეთონ ეს გამოკვლევა. ისინი ამბობენ რომ არის ძალიან მტკივნეული და უსიამოვნო პროცედურა და ამის გამო არიდებენ ისინი თავს. არიციან რომ 50 წლის ზევით ყოველი მე-6 მამაკაცი არის კანდიდატი იმისა რომ დაემართოს პროსტატის კიბო და ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ გამოკითხვის შედეგები. პრობლემა იყო მოშარდვის პრობლემა და შემდეგ მივაკითხე ექიმს 12 აპრილს 98 წლის გავხდები და მე პროსტატა არ აქვს. მე არ ვიგეთ რამე არ მოწუხებს არა ყოფილი. არა, მე არ მოწუხებს, მაგსაკითხზე არ ყოფილი. არასდროს არ ყოფილი, არასდროს არაფერი. ყოფილი ვარ 10 წლის წინ და ესე მითხრეს რომ ბავშვით სუფთა პროსტატა გაქვს. თავისთავად არა სასიამოვნოა, მაგრამ ახლა რომ მიდიხარ მტკივნეული არ არის და არაფერი. არა, არასდროს. 60 წლისა ვარ და ჯერ ჩიტივით ვარ და მე შემდეგ საერთოდ რა ვიცი. ამაზე ჩავაბარე და იყო სხვა კი არაფერი. პრინციპში ყველა 60 წელს მიღწეულმა მამაკაცმა უნდა პატარა რაღაც პროფილაქტიკა ჩაიტაროს და დანარჩენი უკვე გამოჩნდება. შემოწმება ყველა სჭირდება, მაგრამ კონკრეტულად მე ვცდილობ რომ იქამდე არ მივიყვანო საქმე. ჩვენი უბედური წესი სანამ არ კვდებით, ექიმთან არ მივდივარ და ესა ამა და ეს მომივიდა, მოკვდი კაცი, წამიღეს, გამომიშვეს ცოცხალი. აი თქვენ წინაშე ვდგევარ, ცოცხალმკვდარი კაცი გამოვედი და ესა ვარ. დედამიწის ღმერთები არიან ექიმები, ზესაშის ღმერთი არის მაგისი, დედამიწის ღმერთები არიან. მე ეს მეთქება მე ეს. ძალიან კაი კაცი.
რეგულარული შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გადამწყვეტი არის ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაში და მით უმეტეს დაავადების დროული დიაგნოსტირების თვალსაზრისით. ნამდვილად კოტე და სხვათა შორის ეროვნული სკრინინგ ცენტრის პროექტის ფარგლებში 50 წლის ზევით მამაკაცებს შეუძლიათ სრულად უფასოდ ჩაიტარონ ეს ტესტირება. მათ შეუძლიათ რომ დარეკონ ნომერზე 2-20-35-35 ჩაიტარონ სრულად უფასოდ ეს ტესტირება. და რაც თავარია უმტკივნეულოდ, ხო? ნამდვილად უმტკივნეულოდ. ეს ტესტი, რომლის დროსაც ადამიანი აბარებს ელემენტარულ ცისხლს და რამოდენიმე ხანში ღებულობს პასუხს, არის თუ არა ის თუნდაც რისკს ჯგუფში, ან აქვს თუ არა მაქვს უკვე რაიმენაირი მიდრეკილება კიბოს გაშენისადმი და ამის შემდგომ ზუსტად ხდება საფუძვლიანი კვლევა იმისა თუ არის რაიმე დამატებითი კვლევა თუ აღმოჩნდა სისხლში, ის შემთხვევაში ხდება დამატებითი ღრმა კვლევები უკვე დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. ძალიან დიდი მადლობა ნინი, გავიგეთ რომ შეგვიძლია ჩავაბაროთ უფასო სისხლის ანალიზი 50 წლის ან მეტი ასაკის მამაკაცებმა და ამითი დავიცვათ ჩვენი თავი ადრეულ პერიოდში აღმოვაჩინოთ კიბო თუ კი ასეთი არსებობს. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო, ჩვენ მაყურებელს ალბათ აინტერესებს რა ფაქტორები განაპირობებს პროსტატის კიბოს განვითარებას. ჩვენ აქ პატარა კითხვარი გვაქვს მომზადებული. თუ თქვენ ამ შეკითხვებზე გვიპასუხებთ, ჩვენ გეტყვით ხართ თუ არა ამ დაავადების რისკ ჯგუფში. პატარა კითხვარია, სულ სამი პუნქტია, სამი შეკითხვა არის. მაშ ასე პირველი რისკ ფაქტორი ეს გახლავთ ასაკი. 72 წლის ბრძანდებით 50 წელზე უფროსი ასაკისთვის ეს მთავარი რისკ ფაქტორი არის ასაკი, როგორც კოტემ გითხრა, ამიტომ აქ პლუსი გაქვთ, ასე ვთქვათ. მეორე ეს გახლავთ საოჯახო ისტორია. გენეტიკურად როგორ არის საქმე თქვენს ოჯახის წევრებს ქონიათ თუ არა ეს პრობლემა? მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა 53 წლის ასაკში და ამას არ უჩიოდა, იმიტომ რომ ახალგაზრდა იყო საკმაოდ. ჩემ შემთხვევაში გენეტიკა, ასე ვთქვათ, უცნობია. ყოველ შემთხვევაში აქ პლუს ნამდვილად ვერ დაგისვათ, მინუსი დავსვათ. საქმე ის არის, რომ იმ მამაკაცებისთვის, ვის ძმას ან მამას პროსტატის კიბო ჰქონდა, მათ გაორმაგებული რისკი აქვთ ამ დაავადების განვითარებას. ჩემთან ასე რომ გენეტიკა ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და კიდევ ერთი ფაქტორი ეს არის კვება. როგორ იკვებებით? ბევრ ცხიმიან საკვებს ხომ არ ღებულობთ? არა, პირიქით, ესე იგი, იმის შემდეგ, რაც ჩემი წინამდებარე ჯირკვალი გახდა მგრძნობიარე, მოდი ასე ვთქვათ, მე ცხიმს, წარეს, როგორც წესი ვერიდები და ძალიან ცუდია ალკოგოლით გადატვირთვა. ასე მითხრეს მე და ასე ვიცი, რომ გადატვირთვა არ ვარ, აი გადათრობა. თორე ახლა ცოტას დალევა, რა თქმა უნდა. ძალიან სწორი რჩევები მოუწიათ თქვენთვისაც და თქვენ ძალიან სწორი რჩევები მიეცით ჩვენ მაყურებელს. კვებას რაც შეეხება, კვლევებით დადგენილი არის, რომ ვინც განსაკუთრებით ცხიმიან საკვებს მიიღებს, აი მწვადი უყვართ ხოლმე ძალიან. ის მამაკაცები, რომლებიც ასეთ საკვებს იღებენ, განსაკუთრებული რისკის ჯგუფში არიან. ძის პროდუქტებიც არ ვარ გაო, როგორც მე ამოვიკითხე. ბატონო გზარ, ესე იგი თქვენ გარდა ასაკისა, ასე ვთქვათ, სხვა საყურადღებო ამ ხრივ არაფერი არ გაგაჩნიათ? ჩემთვის საყურადღებო ფაქტორი არის მხოლოდ ასაკი და ახლა ასაკს ვერ დავაბრუნებთ უკვე. ასაკს უკან ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ ვინაიდან თქვენ 50 წლის ზემოთ ხართ, აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ ექიმთან კიდევ ერთხელ შეიმოწმოთ თქვენი წინამდებარე ჯირკვალი და ამისთვის დაგეხმარებათ სკრინინგ ცენტრი, სადაც უფასოდ შეგიძლიათ ეს ანალიზები ჩაიტაროთ. გახსოვდეთ, რომ პროსტატის კიბო სრულიად განკურნებადია საწყის ეტაპზე. თუმცა ამ ეტაპზე მას არანაირი სიმპტომები არ აქვს ხოლმე და შესაბამისად შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებამ ძალიან ფატალური შედეგები გამოიღოს. ასე რომ დაიზღვიეთ თქვენი ჯანმრთელობა და აუცილებლად ჩაიტარეთ დროულად ანალიზი. როგორც კოტემ აღნიშნა, პროსტატის კიბოს საწყის სტადიაზე არანაირი სიმპტომატიკა არ აქვს, მაგრამ მომავალ ეტაპებზე, როდესაც სიმსივნე საკმაოდ გავრცელებულია, მას შეიძლება ჰქონდეს რაღაც გამოხატულება და მოდით მაყურებელს აუხსნათ თუ რა სიმპტომებზე აქვს საუბარი. ლევან ამ ფურცლებს იცნობ? კი, ეს ჩემი საყვარელი ფურცლები ამჯერად აღმოჩნდა ჩემთან და გადავინაცვლებ დღეს გაგიმართლა და აგიხსნით პროსტატის კიბოს შესაძლო სიმპტომებს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს. პირველი ეს გახლავთ შარდვის პრობლემები. შარდასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება იყოს შარდვის საერთოდ შეუძლებლობა, ან ასევე შესაძლებელია მოშარდვას ახერხებდეს ადამიანი, მაგრამ მოშარდვის დაწყება ან დასრულება უძნელდებოდეს. პროსტატის კიბოს ნიშანი შეიძლება ასევე იყოს ღამის განმავლობაში ხშირი შარდვა, ან შარდვის დროს ტკივილი და წვა. მოკლედ, ზოგადად შარდვის ნებისმიერი ტიპის პრობლემა საყურადღებოა. მეორე სიმპტომი ეს გახლავთ ერექციის პრობლემა. ერთ-ერთი ერექციის პრობლემა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ერთ-ერთი მიზეზი იყოს ამის პროსტატის
კიბო და პროსტატის კიბოს პირდაპირ შეუძლია ერექციის მიღწევა გაუძნელოს ადამიანს, ან საერთოდ შეუძლებელი გახადოს. კიდევ ერთი სიმპტომი შეიძლება ამ შემთხვევაში პროსტატის კიბოს სიმპტომი იყოს სისხლი შარტში ან ეაკულატში. Ну, რა თქმა უნდა, თუ ასაკობრივ ჯგუფში და შესაბამის რისკ ჯგუფში არაცლევანი ჩამოთვალა, ადამიანი რეგულარულად უნდა აკვირდებოდეს როგორც შარტს, ასევე ეაკულატს, ხომ არ არის იქ სისხლი. მეოთხე სიმპტომი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია, ეს შეიძლება ღრმატკივილი იყოს ზურგის ქვედა ნაწილში, დაახლოებით ესე, მუცელში, ბარძაყის ან მენჯბარძაყის სახსრის არეში, აი ამ ადგილებში. გარდა ამისა, კიბო თუ უკვე ძალიან განვითარებული ან მეტასტაზირებულია, ამ შემთხვევაში შეიძლება უოცრად დაიკლოთ წონაში, ძვლები აქ ტკივდეთ, როგორც დათომ აღნიშნა, წელის, ბარძაყის, მუცლის ქვედა მიდამოში და ფეხებიც კი შეიძლება დაკისრდეთ. მოკლედ უმჯობესია საქმე ამ სიმპტომებამდე არ მივიყვანოთ, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ გავიგეთ რა არის პროსტატის ჯირკვალი და რა სიმპტომები ახასიათებს სიმსივნეს. ასევე გავიგეთ, რომ ექიმთან შემოწმებაზე 50 წელს გადაცილებული ყველა მამაკაცი უნდა მივიდეს და პირველი ნაბიჯი ეს იქნება სისხლის უფასო ანალიზი ხვალვე. დარეკეთ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში და ჩაეწერეთ. ბატონ ნუგზარ, ძალიან დიდი მადლობა ასეთი თავისუფალი თამამი საუბრისთვის. მადლობა თქვენ რომ მომიწვევისთვის, იმიტომ რომ თქვენი რჩევები და მით უმეტეს ასე კარგად გამოიყურებით თქვენ ასაკში და ბევრი მამაკაცი მოგბაძავთ და სწორად ახალი ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიწყებს ცხოვრებას. დაგველოდეთ, რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს პროსტატის კიბოზე. რეკლამის შემდეგ თქვენ გაიცნობთ ადამიანს, რომელმაც პროსტატის კიბო დაამარცხა. მეორე დღესვე მითხრა ფეხზე ადეკიო. მეც კიდე ალბათ. გაიგეთ კურნალობის ოქრო სტანდარტის შესახებ. ექიმები ეთერში ბრუნდება და ჩვენ მამაკაცებში ყველაზე გავრცელებულ, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კიბოზე, პროსტატის კიბოზე ვსაუბრობთ. წინა ბლოკში ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროსტატის კიბოს განკურნებისათვის დიაგნოზის დროული დასმა. ადრეულ ეტაპზე სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში მისი სრული დამარცხებაც კი შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის პროფილაქტიკურ შემოწმებაზე უნდა მიხვიდე. რეალურად ეს ძალიან ადვილია, მაგრამ სტატისტიკურად მე მგონი კაცებს პროფილაქტიკურ შემოწმებაზე მანქანები უფრო ხშირად მიყავთ, ვიდრე თვითონ მიდიან. ესეა? ნუ ესეა. იმას აკის აქტიური კაცები ვართ, რომ ჩვენ მანქანებს უფრო ხშირად ჭირდება შემოწმება და რომ დაგჭირდება, მე ნახოთ. პირობა დადეთ, რომ ყველა მიხვალთ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე წელიწადში ერთხელ 50 წლის 20 წლის შემდეგ მივიდივარ და მოგწერ ეგრევე. 11 წელი დამრჩა შემოწმებამდე. სამივე ერთად ვერ მივალთ მაშინ, იმიტომ რომ ეს ადრე უწევს. მე 20 წლის შემდეგ აუცილებლად მივალ. მიღებულია თქვენი პირობა? მე და თუ ერთად წავალ. სხვათა შორის გამომიარე რომ წავალ. სხვათა შორის პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითი არსებობს, მაგალითად მე მსმენია რომ ხშირი სექსი, ეაკულაცია ამცირებს პროსტატის კიბოს შანსს. რამდენად შესაბამება ეს მათთვის თქვენი ინფორმაცია? მე მოკლედ, რომ ყოველ შემთხვევაში რასაც გავეცანით ინფორმაციას და მკვლევარები ხშირად იკვლევენ ამას სხვადასხვა ინსტიტუტები და საკმაოდ დიდი ინსტიტუტები, რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ამცირებს კიბოს განვითარების შანსს. თუმცა ეს არ არის დღეს მტკიცებულება და რეკომენდაცია, მაგრამ მკვლევარები ამას აჩვენებს, რომ რეგულარულად ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ ცხოვრებაში რეგულარული სქესობრივი კონტაქტი, ან ასე დავარქვათ, თქვათ, რაღაცა რაოდენობაზე, თქვათ, არანაკლებ 15-20 ეაკულაცია თვის განმავლობაში და არანაკლები ნაკლებად ავადდებოდნენ პროსტატის კიბოთი, ვიდრე რომ 3-5 ეაკულაციის მქონე მამაკაცებში. თუმცა მაინც მცირეა მათ შორის სხვაობა, მკვლევარები ამასაც ადასტურებს, მაგრამ რეგულარული სექსი და ჯანსაღი ცხოვრება ყველაფერს თავი დავანებოთ სასიამოვნოც არის და სასარგებლოც. ასე რომ მე რეკომენდაციას უწევ რეგულარულ სექსს და ჯანმრთელ სექსს. კიბოს 50 წლის ასაკში კარგი ჯანმრთელი სექსი ხო შეგვწევა, რომ საგონებლად ვაიცნო. პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი მითი არსებობს. მითია ეს თუ რეალობა, ამას გვეტყვის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მაშასე გთხოვთ მიესალმოთ ჩვენთან სტუმრად არის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი გურამ ქარაზანაშვილი. ამაგობა. აბზანეთ ბატონ გურამ მიირთვით წყალი. ჩვენ წაღან ვეუბნებოდით ჩვენ მაყურებელს რომ 50 წლის ზემოთ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და შეამოწმონ მათი წინამდებარე ჯირკვალი. რას გვეტყვით თქვენ, რა რჩევას მოგცემთ ამასთან დაკავშირებით? ეს ძალიან საჭირო არის და 45 წლიდანაც თუ იმ შემთხვევაში თუ რისკ ფაქტორებია თქვენ ძალიან მეგისმენთ თქვენ და ეს რისკ ფაქტორები რაც თქვენ ბრძანეთ რომ გენეტიკური დაუშვათ ოჯახში ორ მამაკაც თუ ქონდა დაუშვათ სიმსივნე აღინიშნებოდა ოჯახში, არის აუცილებელი
ბიძაც იყოს და უშუალოდ ძმა იყოს, მაშინ ცალსახად და გენეტიკური ფაქტორი არის წამყვანი და ესეთი ადამიანები იწყებენ 45 წლიდან სკრინინგს, ანუ უფრო ადრე, ვისაც დაუშვათ მრავალი სქესობრივი პარტნიორი ყავდა. ეს ასევე ცნობილია ინფექციები ანუ ხო, ერთ-ერთი რისკი არის დაუშვათ. დღესდღეობით, აი 21 საუკუნის პირობებში, ჩვენი დღევანდელი მკურნალობის მეთოდების პირობებში, არის თუ არა პროსტატის კიბო მომაკვდინებელი დაავადება? პროსტატის კიბო იკურნება. განსხვავებული არის ხალხში ესეთი შესაძლებლობა, რა მნიშვნელობა აქვს, ხა მე რატო წავიდე სკრინინგ ცენტრში, რატო ავიღო ანალიზი, რომ მაინც კიბო თუ მაქვს, მაინც არ იკურნება და რა აზრი აქვს. და აი სულეთ საწინააღმდეგოდ არის საქმე, რომ ესე იგი პროსტატის კიბო გამოვლენილი დროულად, პირველ-მეორე სტადიაზე, ამ შემთხვევებში პროსტატის კიბო იკურნება და სტატისტიკა ესეთია, რომ თუ დაუშვათ პირველ-მეორე სტადიაზე გაკეთდა სიმსივნის ქირურგიული ლიკვიდაცია პროსტატის დაუშვათ, დაახლოებით 85% ადამიანების არის გაჯანსაღებული, ანუ 15-20 წლიან პერსპექტივაში მათ აღარ აქვს სიმსივნე. და ეხლა თუ წარმოვიდგენთ, რომ სიტყვაზე 50 წლის გადაცილებულს, უფრო ხშირად 60 წლის გადაცილებულ მამაკაცებს ემართებათ სიმსივნე, ხო, 20 წელი და ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ განკურნებულია. მკურნალობის რა გზები არსებობს, მოკლედ რომ უთხრათ მაყურებელს, ანუ რითი ვაძლევთ ამ იმედს, რომ მკურნალობის ძალიან ბევრი გზა არსებობს დღეს, არსებობს გაყინვა, მოწვა, დასხივება, ყველა ეს მეთოდი, რომელიც მე ჩამოგითვალეთ, მაინც ვერ შეედრება რა თქმა უნდა ქირურგიას, იმიტომ ქირურგია არის ოქროს სტანდარტი პროსტატის კიბოს მკურნალობაში. მოდით ახლა ქირურგიაზე დავიწყეთ ლაპარაკი და ოპერაციებზე, იმისთვის რომ მაყურებლისთვის შევქნათ წარმოდგენა, ასე ვთქვათ, როგორი პროცედურა არის პროსტატის ჯირკვლის ამოკვეთა, გრაფიკა მოვიშველიოთ ამისთვის, თუ შეიძლება შეხედეთ ეკრანს. ეს არის წინამდებარე ჯირკვალი, ანუ პროსტატა. ამ ჯირკვლის გარშემო არის ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოება და კუნთოვანი ქსოვილები. საჭირო ხელსაწყოებით ექიმი გამოათავისუფლებს ჯირკვალს აი ამ მიმდებარე ქსოვილებისგან და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთი ოპერაციის დროს აი ეს ნერვები და ეს კუნთები არ დაზიანდეს, იმიტომ რომ ისინი პასუხისგებლები არიან შარდის შეკავებასა და ერექციის ფუნქციებზე. ამიტომ ეს არის ძალიან ფაქიზი სამუშაო და მოითხოვს ქირურგისგან ძალიან კარგ უნარებს და ძალიან დიდ ყურადღებას. ქირურგი გადაჭრის იმ ქსოვილებს, რომელთაც ის დაფიქსირებული არის ირგვლივ ქსოვილებთან, ხდება მისი ამოკვეთა. ამოკვეთის შემდეგ, როგორც წესი, იმ ადგილზე, სადაც პროსტატის ჯირკვალი იყო, პატარა კათეტერი ჩაიდგმება, შემდეგ საშარდე მილით ამ კათეტერზე გაკერვა მოხდება, ანუ მოხდება მიკერება, ასე ვთქვათ, მიერთება შარდის ბუშტზე და დასრულებულია ოპერაცია ამით. კათეტერის ამოღება რა პერიოდში ხდება? მაშინ ესე რა უთხრათ მაყურებელს? კათეტერის ამოღება ხდება, დაახლოებით 10 დღეში. 10 დღიდან შემდეგ, როდესაც მოხდება კათეტერის ამოღება, პაციენტს შეუძლია დამოუკიდებლად მოშარდვა ამ ოპერაციის შემდეგ. ჩვენ ვისაუბრეთ ბატონო გურამ სქესობრივ აქტივობაზე, რამდენად ზიანდება, ან რამდენად ნარჩუნდება, თქვათ, თუნდაც საწყის სტადიებზე, როცა ადამიანი დროულად დაისვამს დიაგნოზს და დროულად იწარმოებს მკურნალობას. ანუ საწყის სტადიებზე ყოველთვის უმრავლეს შემთხვევაში 80% შემთხვევაში არის შესაძლებელი ნერვს შენახველი ოპერაციის განხორციელება, როდესაც იმ ნერვულ წნულს, რომელიც პროსტატას უშუალოდ ინტიმურად ეკვრიის, ვინარჩუნებთ და ეს იძლევა შანსს იმისა, რომ იყოს პოტენცია. რა თქმა უნდა, არ არის გარანტირებული პოტენციის შენარჩუნება, მაშინ პროსტატა არაფერ შუაში არ იქნებოდა და საერთოდაც არ იქნებოდა საჭირო. შესაძლებელი არის ეს. მაგრამ შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის. ის რომ პროსტატის კიბოს სრულად დამარცხება შესაძლებელია, ჩვენ შემდეგი სტუმრის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ, ეს ადამიანი ბატონი გურამის პაციენტი იყო და მას პროსტატის კიბო ჰქონდა და ჯირკვლის აი ამ ეს პრობლემატიკა გადაიჭრა ზუსტად ოპერაციის შედეგად, რომელიც ბატონმა გურამმა აწარმოა. მოდით მივესალმოთ ჩვენ პაციენტს ბატონ სამუელ მაკარიძეს. გამარჯობათ, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოვბრძანდით. გავიგეთ რომ 25 კილომეტრი დღეს ფეხით გივილიათ ნადირობის შემდეგ. რა მოინადირეთ პირველ რიგში ის გითხარით? საიდუმლოა. საიდუმლოა, ვა. საით იყავით მაშინ გითხარით? კახეთში. კახეთში. წყალით მაშინ წყალს შემოგთავაზებთ, მირთვით წყალი და გითხარით თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ბრძანდებით? 62-ის. 63-ის. და რამდენის იყავით, როდესაც დააკაკუნეს სიმსივნურმა უჯრედებმა თქვენს ორგანიზმში? 62 წლის.
შემოდგომაზე. ანუ ახალი შემთხვევაა ესე იგი. ორი თვეც არ არის გასული. ძალიან კარგი, ანუ თქვენ თუ ორი თვის მერე სანადიროდ დადიხართ, თუმცა არ გვეუბნები. ერთი თვის მერე დავიწყე ნადირობა. ძალიან კარგი. რატო გადაწყვეტეთ ექიმთან მისვლა? იმიტომ რომ კაცებს როგორც ნახეთ, ძალიან ეშინიათ ექიმთან მისვლა, გონიათ რომ ეს რაღაცა ძალიან საშიში გასინჯვა არის და ფეხს ითრევენ ხოლმე, სანამ რაღაც უფრო შემდგომ სტადიემდე არ მინ. თქვენ რა სიმპტომები გქონდათ? აბსოლუტურად არაფერი. ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდი. მუშაობდი, ნადირობდი, თევზაობდი, გავცივდი უბრალოდ და პოლიკლინიკაში მივედი. ექიმა წამალი გამომიწერა, გამოვედი და იქ ეწერა, რომ გაისინჯეთ ამასაკიდან ამასაკამდე პროსტატაზე აიღეთ ანალიზი. სისხლის ანალიზი. მეც შევბრუნდი, აქ ვარ მოსული, იმიტომ რომ არა აქვს მამაკაცებს ახლა. ეტყობა ნადირობის პერიოდი არ იყო მაგასთან? თან არ მაწუხებდა, მაგრამ მაინც ავიღე ანალიზი, აღმოჩნდა ესეა ჩემასაკში 4 არის და მომიშთა 6. გამამწესეს გამიშვენ ბატონ გურავი გარაზანაშვილის კლინიკაში. ბატონ გურავი ყურადღებით გამომოკლია. ინსტრუმენტული ეკოსკოპია ეკოსკოპია შემდეგ და მე მითხრა რომ აუცილებლად ბიოპსია. ბიოპსიის შემდეგ აღმოჩნდა ავთვისებიანი სიმსივნეა. ოღონ მითხრა რომ ლოკალიზირებულია, თუ სასწრაფოდ გაიკეთებ, აუცილებლად გეშველება. აი ძალიან საყურადღებო მაგალითია ბატონი სამუელი, იმიტომ რომ არანაირი სიმპტომი არ ქონდა, სანადიროდ დადიოდა, თევზაობდა და სრულიად შემთხვევით კელოზე გამოკლულმა ასეთმა განცხადებამ მიიყვანა იმ კვლევით ცენტრში, სადაც ჩააბარა სისხლი და აღმოაჩინა, რომ ეს არანაირი სიმპტომი შეიძლება არ ქონდეთ სიმსივნურ უჯრედების მატარებელ პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია, როგორც ბატონმა გურამმა ბრძანა, იმ პაციენტებში, ვინც 45 წლის ასაკში უკვე რაღაცა ჩივილები აქვთ, რომ მივიდნენ და ჩააბარონ ეს ტესტი, თუ არა 50 წლის ასაკის მერე ეს აბსოლუტურად უფასოა უკვე. ბატონო სამუელ, რეაბილიტაციის პერიოდს რა დრო დაჭირდა? და ვიცით, რომ უკვე 25 კილომეტრს დადიხართ ფეხით და ორი თვეა გასული, მაგრამ ოპერაცია ისე წარმატებით ჩაიარა, რომ ბატონ გურავი მეორე დღესვე მითხრა ფეხზე ადექიო. მეც კიდე ავდექი, მესამე, მეოთხე და მეხუთე. თოფი როდის გადაიკიდეთ მხარზე? ერთი თვის მერე. თქვენ დაემშვიდობეთ იმ ძველ დაავადებას უკვე და ჩამოართვით ხელი ახალ ცხოვრებას, ხო? მადლობა გარაზანაშვილის კლინიკას, თავად მას და მთლიანად თელ კოლექტივს. კიდევ მინდა მადლობა გადავხადო ჯანმრთელობის სამინისტროს, რომელმაც აფინანსებს. თქვენ ისე მოყევით ეს ყველაფერი, რომ პროსტატის სიმსივნე რო დაგემართოთ, კაი მონებას მიიღებ მე. ოპერაციიდან. ანუ სკრინინგში უფასოდ ჩააბარე ფანალის, მე ჯანდაცვის სამინისტრო დაგიფინანსებ და ბატონ გურამი გაიკეთებთ ოპერაციას. მორფოლოგიის შედეგად რა ტიპის სიმსივნე იყო? მორფოლოგიის შედეგად დადასტურდა სხვადასხვა ძალიან საინტერესოა, რომ ბატონი სამუელის შვილი არის ჩვენი კოლეგა პათოლოგ ანატომია. ასე ამოკვეთილი მასალა პირადად შეისწავლა მისმა შვილმა. ანუ სარწმუნოების უმაღლეს ემაზე ვართ, რა ქვია, წვერვალზე ვართ. ძალიან კარგი სხვადასხვა კომპეტენტური პათოლოგ ანატომია არის. და მან დეტალურად შეამოწმა პროსტატა, მისი კაფსულა, ლიმფური კვანძები უამრავი, რომელიც ამოიკვეთა. ყველგან ყველაფერი თავისუფალია, სიმსივნე მოქცეული არის მხოლოდ და მხოლოდ პროსტატის საზღვრებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონი სამუელი განკურნებული არის. ბატონ გურამ, ჩვენ მაყურებელს ჭირდება რჩევები თქვენგან. თუ შეიძლება აი გადაცემის ბოლოსკენ 5 მთავარი რჩევა რომ იცეთ ჩვენ მაყურებლებს, მამაკაცებს თავიდან აირიდონ პროსტატის ავთვისებიანი დაავადება. სხვათა შორის ძალიან ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, მაგრამ საერთაშორისო რეკომენდაციები ზუსტად ესეთია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს ნაკლებ ცხოვერულ ცხიმს, მეტ ფიზიკურ აქტივობას, ფიზიკური აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ძილის რეჟიმი, შრომის რეჟიმი, ჯანსაღი კვება, გაწონასწორებული სქესობრივი ცხოვრება ნაკლები სქესობრივი პარტნიორებით, ალკოჰოლს რაც შეეხება, მაგარი ალკოჰოლი არის რისკ ფაქტორების გამზრდელი, წითელი ღვინო არის შემამცირებელი რისკის პროსტატის, თუმცა იქ საუბარი იყო, რომ წითელი ღვინო კვირაში 3 ჭიქაოდა. ეხლა დღეში 7 ჭიქა თუ იქნება მაგალითად. ეს უკვე აღარ იქნება პრობლემა. ანუ მე იმის გვამინდა რომ ალკოჰოლის სრულად ლიკვიდაცია არა, წითელი ღვინო ძალიან კარგია ზომიერების ფარგლებში. პროსტატის კიბოს განსაკუთრებული არაფერი როგორც სხვა სიმსივნეებს ჭირდება ჯანსაღი ცხოვრების სტილი და ასე უნდა ვიცხოვროთ. და მეორე საკითხია
დროული დიაგნოსტიკა და დროული გამოვლინება დაავადების, რაზეც ბევრი იყო უკვე ბევრი საუბარი შესაძლოა. გავიგეთ, ესე იგი ორი მთავარი რამ, ერთი ეს არის რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის აუცილებელი. მეორე ეს არის რომ პროფილაქტიკის მიზნით ჩვენ აუცილებლად უნდა შევემოწმოთ 50 წლის ასაკიდან ეს არის 100%-იანი ჩვენება. და თუ კი ეს დაავადება აღმოჩნდა, მადლობა ღმერთს, საქართველოში არსებობს მკურნალობის სხვადასხვა საშუალებები და როგორც ბატონი სამუელი უახლოეს პერიოდში უბრუნდება ადამიანი კარგ ფორმას და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს. მოკლედ წელიწადში ერთხელ მოიცალეთ მამაკაცებო თქვენი საკუთარი თავისთვის და მიდით ექიმთან პროსტატის ანალიზის, ანუ PSA ტესტის ჩატარების მიზნით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გურამს და ბატონ სამუელს მობრძანებისათვის. ექიმები ზუსტად ერთ კვირაში სხვა მეტად საინტერესო სამედიცინო თემებით ბრუნდება. კარგად.